უსაფრთხოების 5 წესი, რომელიც აუცილებლად უნდა ასწავლოთ თქვენ შვილებს. ეს წესები ინტერნეტში გამოაქვეყნა ქალმა, რომელიც 12 წლის განმავლობაში მუშაობდა დაკარგული ბავშვების кейსებზე. შესაბამისად, შექმნილია სწორედ სტატისტიკიდან გამომდინარე, თუ რა არის მთავარი მიზეზი ამა თუ იმ სიტუაციის. წესი ნომერი 1. ბავშვი არ ეხმარება უცხო უფროსს. ცოტა საკამათოდ შეიძლება გაჟღერდეს ეს წესი, მაგრამ მე პირადად სრულიად ვეთანხმები. უფროსი დახმარებას უნდა სთხოვდეს უფროსს. აქ რა თქმა უნდა საუბარია ბავშვისთვის უცხო ადამიანზე, რომელიც სთხოვს მაგალითად წამაღებინე პარკები, ან მაჩვენე გზა. არა, ბავშვმა უნდა უპასუხოს, რომ ბოდიში, მე არ შემიძლია და წავიდეს. წესი ნომერი 2. უბრალოდ გასინჯე. არ აქვს მნიშვნელობა რას თავაზობენ ბავშვს. არ აქვს მნიშვნელობა ვინც თავაზობს ბავშვს. თუ ბავშვს რაღაც არ უნდა და ვიღაც მას დაჟინებით სთხოვს, რომ ეს რაღაც გასინჯოს, ეს უკვე ძალიან სერიოზული სიგნალია. წესი ნომერი 3. დაიკარგე, იდექი. ხშირად ბავშვები, როდესაც იკარგებიან, პირადად მე ერთხელ დავიკარგე და მახსოვს თავქუდმოგლეჯილი მიურბოდი გაურკვეველი მიმართულებით, ეს არის უდიდესი შეცდომა. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ დაიკარგე, იდექი. რა თქმა უნდა საუბარია იმ სიტუაციებზე, როდესაც არის ხალხმრავალი ადგილი, როდესაც ბავშვი ვერ მივა ვინმესთან, რომ სთხოვოს დახმარება მაგალითად მაღაზიაში ან პოლიციაში, საერთოდ უცნობი ადგილია, ის უნდა იდგეს. წესი ნომერი 4. ეხება მიმოწერებს. როდესაც ბავშვს მოსდის შემდეგნაირი მესიჯი, არ უთხრა მშობლებს. ან მოდი ეს დარჩეს ჩვენ შორის. მსგავსი ტექსტი არის სრულიად მიუღებელი, ბავშვი უნდა იყოს მომზადებული, რომ სწორედ ამ მომენტში მოუყვეს ყველაფერი თავის მშობლებს. წესი ნომერი 5. შიში უდრის სიგნალს გაიქეცი. თუ ბავშვი გზნობს შიშს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ნაცნობი ადამიანისგან, თუ უცნობი ადამიანისგან, შიში ნიშნავს სიგნალს, რომ გაიქცე. ბევრი кейსი განვიხილეთ უკვე ჩვენც და ასე თუ ისე მეც ვიცი, რომ არსებობს უმამრავი кейსი, სადაც დამნაშავე სწორედ ადამიანი იყო ახლო წრიდან. შესაბამისად, თუ ბავშვმა ინტუიციურად იგრძნო, რომ რაღაცა არ არის რიგზე, არ უნდა ერიდებოდეს იმის, რომ ეს ადამიანი არის ახლობელი, ან ნათესავი, ან ის მას იცნობს და არაუშავს უბრალოდ მეჩვენება, არა. შიში უდრის სიგნალს გაიქცე.